შალვა პაპუაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩს წერილს წერს და კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ის ევროსტრუქტურებს კვლავ უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციების მიღებაში ადანაშაულებს. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ქმედებები მიზნად ისახავს დაპირისპირების წაქეზებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობაში. ბრალდებებს შორის კვლავ დასახელებულია პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიებით მუქარა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. პაპუაშვილს სჯერა, რომ ევროკავშირის საელჩო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ რეჟიმის ცვლილებას გეგმავს და ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელი იდეოლოგიის დანერგვას ცდილობს. შალვა პაპუაშვილი კვლავინდებურად იმეორებს მანამდე გაჟღერებულ ბრალდებებს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩათრევასთან დაკავშირებით და მას საქართველოსთვის საფრთხედ მიიჩნევს. წერილში ხაზგასმულია ქართველი ხალხის დიდი წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში და აღნიშნულია, რომ ევროპის დღე არ უნდა გაემიჯნოს გამარჯვების დღეს 9 მაისს. გასულ წელს ევროპის დღეს ქართველი ხალხისადმი თქვენს მიმართვაში თქვენ აირჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა და სანაცვლოდ აქცენტი გააკეთეთ თქვენს პოლიტიკურ პრეტენზიებზე მასპინძელი ქვეყნის მიმართ. თუმცა ალბათ ღირს შეხსენებათ, რომ არა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპაბებიები ვერც ფაშიზმზე დაფარცხდებოდა, არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც ამ ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯნა ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ იმედი მაქვს, რომ 9 მაისს თქვენს შეკრებაზე სათანადო პატივს მიაგებთ 300,000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისგან თავისუფალი ევროპისთვის.